მოგზაურობა ომში მყოფ გარედან მართულ უკრაინასა და გარე ძალების ინსტრუმენტად ქცეულ მოლდოვაში. რეალობა, რომელსაც არ იმჩნევენ. რეალობა, რომელიც ორივე ქვეყანას განსხვავებულად ანგრევს. დასავლეთის სტრატეგიული დუმილი, უპირობო მორჩილების სანაცვლოდ და სტრატეგიული თავდასხმა საქართველოზე, რომელმაც უკრაინისა და მოლდოვის ბედის გაზიარებაზე უარი თქვა. რა ხდება ფერადი პროპაგანდის მიღმა მოლდოვაში? მიხარია, რომ საქართველო ნახავს რეალურად რა ხდება მოლდოვაში და არა იმ მითებს, რასაც ბრიუსელის დეიდები თუ ბიძები გვახმოვენ თავს. რატომ იქცა განგაშის სიგნალის მიზეზად ქართული კამერა უკრაინის საზღვართან? და რა ხდება კიევის ქუჩებში? კადრები, რომელსაც უცხოეთიდან მართული მედიები ქართველ ხალხს უმალავენ. კიშინიოვი, მოლდოვა, 2025 წელი. რა იმალება სანდუსა და ევრობიუროკრატების ღიმილის უკან? სიღარიბე სწრაფად იზრდება. დღეს ყოველი მეოთხე ქვეყანაში ღარიბი ან ძალიან ღარიბია. მიზეზი რეკორდული ინფლაცია და ფასების მკვეთრი ზრდა. რატომ ეშინიათ მოლდოველებს პრობლემებზე ღიად საუბარი? მე არ გადამიყოთ, ვიცი მერე დამაჯარიმებენ. ინტერვიუ არ მინდა, თორემ სახლში მომადგებიან. ეს ერის ტრაგედიაა, რომ ბოლო წლებია ხალხში შიშმა დაისადგურა და უპირობო მორჩილების სანაცვლოდ ბრიუსელის დახუჭული თვალები სანდუს ავტოკრატიული რეჟიმის ქმედებებზე. დააწესეს ტოტალური ცენზურა. ყველას, ვინც მაია სანდუს არ ეთანხმება, რუსეთის აგენტის იარლი ადევს. რისთვის აქებენ მოლდოვას და რატომ ხუჭავენ თვალს დემოკრატიულ უკუსლაზე? ცდილობენ ხალხს აზროვნების უნარი გაუქრონ და მოლდოვა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის რუსეთთან დაპირისპირებაში გამოიყენონ. რატომ და როგორ იმსხვრევა ევროპული კეთილდღეობის მითი მოლდოვაში და რატომ აღარ სჯერათ ევრობიუროკრატების ქება მოლდოველებს? ყველამ ვიცით, რომ მოლდოვა არათუ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსსაც ვერ პასუხობს. უბრალოდ არჩევნების წინ ამით სანდუს პარტიას ეხმარებიან. კიევი, უკრაინა, 2025 წელი. კადრები, რომელსაც პროპაგანდა მალავს. აქციები ზელენსკის წინააღმდეგ. ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები, რასაც ბრიუსელი არ იმჩნევს. ჩვენ გვაქვს უკუსვლა, სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის და ბევრი სხვა მიმართულებით. გარე ინტერესებს შეწირული ქვეყანა და დავალების პირნათლად შესრულების გასამრჯელო უცხოეთიდან. რაზე ხუჭავს თვალს ბრიუსელი? ჩვენ ვიძიებთ კორუფციას, რომელიც ზედაპირზე დევს. მაგალითად, როდესაც ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლეთის ფული დრონების საწარმოს ასაშენებლად დახარჯა, ჩვენ მივდივართ და ვაჩვენებთ, რომ საწარმო არ აშენებულა. ომის ფასი, რასაც უკრაინელები იხდიან და როგორია დახმარება, რომელიც მოქალაქეებამდე მიდის. დასავლეთი დაგვეხმარება მეთქი, თუმცა ეს მოლოდინიც გაქრა. გაუჩერებლად ვწერ განცხადებებს, ვცდილობ რაიმე დახმარება მოვიპოვო, მაგრამ ამაოდ არავინ მეხმიანება. ტყუილს არ ვიტყვი, გაერო დაგვეხმარა. 2 ნაკრები შამპუნი და საპონი მოგვცა. დიდი მადლობა. მოგზაურობა უკან, მომავალში. ანუ როგორია რეალობა მოლდოვასა და უკრაინაში და სად იქნებოდა საქართველო? გარე ძალების მოთხოვნებს რომ დამორჩილებოდა. შაბათს, 27 სექტემბერს, 21 საათსა და 20 წუთზე. აკაკი გოგიჩაიშვილის დოკუმენტური ფილმი. პროპაგანდისა და რეალობის გზაგასაყარზე. რას გადაურჩა საქართველო?